სახელით მივესალმებით საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდა კავშირს. ეს ერთი საათის წინ ჩვენთან საბოლოოდ ამერიკიდან დაბრუნდა გიაბარანის მინდა რომ ასეც მივესალმოთ. სწორედ 4 წლის წინ გიას დახმარებით, ზურაბის დახმარებით და პრეზიდენტის შესაძლებლობით მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე აი ამ დარბაზში ამ ტრიბუნაზე. ახლა ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. გაცნებად დღეს საქართველოში. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ბოლო არჩევნები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას საბოლოოდ ამოვირჩიოთ წარსულსა და მომავალ შორის. თავისუფლებას, ესე იგი ისეთ სისტემას, რომელიც როცა ყველა ჩვენგან შეიძლება ყოველდღიურად გააკეთოს არჩევანი იმაზე, მაგრამ ბევრი რამ ვერ შესრულდა, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე ვერ შევაფასეთ ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ შეხვდებოდა. და მაინც ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული ფეხქვეშ გათენილი საქართველო, რომლის არსებობა ცოტა ვინმე თუ იცოდა გარესამყაროში და ვინც იცოდა იმ მათი დიდი ნაწილის ეჭვით უყურებდა. ჩვენ შევაჩერეთ გრევა, ჩვენ შევქმნით ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ შევქმნით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე კანონმდებლობა და ჩვენ მივეცეთ ჩვენ ხალხს ის ინსტრუმენტი, რომელთაც უნდა დაიცვას თავისუფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით ახალი სასამართლო სისტემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ოპონენტები გვაძახდნენ, რომ საქართველოში ვერასოდეს ვერ მივუყვანდით ბოლომდე სასამართლო რეფორმას. ყველა ხილზე წავიდნენ იმისათვის, რომ იმედი ჰქონდათ საზოგადოების ინერტულობის. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ავამუშავეთ ახალი სისტემა. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევინარჩუნებთ ლარის გადაგროვებას. რომ მოხდებოდა 100%-იანი ვარდა ეროვნული ვალუტის. ეს ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა. ჩვენ კარგად გვახსოვთ, როგორ მოძრაობდა ჩვენი ახლანდელი მთავარი ოპონენტი იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერასდროს შეძლებდა საკუთარი საზღვრების დაცვას. და ამიტომ ჩვენ უარი უნდა გვეთქვა რუსეთის სასაზღვრო ჯარებზე. დღეს ის კონფლიქტის მოსაზღვრეები ტოვებენ საქართველოს სტრატეგიულ საზღვრებს, საქართველოს უმთავრეს საზღვრებს და მათ ადგილს იკავებს დამოუკიდებელი საქართველოს სასაზღვრო ჯარი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, რომ ნავთობსადენი ვერასოდეს ვერ გავა საქართველოს და არამხოლოდ გვეუბნებოდა ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს გაკეთებული იყო. ნავთობსადენი უკვე აქ არის და უკვე ყოველდღიური რეალობაა. ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენს კარგად გახსოვთ, ყველას კარგად გახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, რომ საქართველოს არასოდეს შეასრულებდნენ ევროპაში. რომ უნდა შევუყვებოდეთ ჩვენ დამორჩილებულ ბედს. მე მქონდა ბედნიერება პრეზიდენტის გვერდით გარეკავის სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართის ცერემონიალის დროს. ჩემს წინ იმ წუთში ბევრმა რამ გაიგინა და გაიარა. მე მახსენდებოდა იმ წუთში დავით აღმაშენებელი, მახსენდებოდა თამარ მეფე, მახსენდებოდა სულხან-საბა ორბელიანი და მართალი გითხრათ, მაინც არ მახსენდებოდა პატიაშვილი. არ მახსენდებოდა რაზმაძე, არ მახსენდებოდა გოგოაძე. ამ მოვლენის გახსენებისას მომავალი თაობები უკვე ნამდვილად ვერ გაიხსენებენ ამ სახელებს. ისინი დიდი ხნის დავიწყებას მიცემული იქნებიან. მაგრამ ისინი გაიხსენებენ შევარდნაძეს და ისინი გაიხსენებენ მოქალაქეთა კავშირს. ახლა ეს ოპონენტი საბოლოოდ წინასწარმეტყველებას ჩაუშვდა ძალზე დიდი გულმოდგინებით. რომ ჩვენ მოქალაქეთა კავშირი, ჩვენ ახალი პოლიტიკური ძალა, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალა წავაგებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე პოსტერიც კი არის დანაწილებული. მე ახლა ხარ დავბრუნდი ბათუმიდან, ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს ქალაქის ქუჩებში, შემიძლია გითხრათ, მქონდა სიამოვნება, რომ მე ხივა საქართველოს პარლამენტის მომავალი ახალი თავმჯდომარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომავალი ახალი თავმჯდომარე, ბატონი ჭაჭია უკვე გულმოდგინედ ამუშავებს ჩვენი საგარეო უწყების ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს და ალბათ ამას უნდა ჩაუდგეს სათავეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი შემცვლელით გავიცანოთ ძალიან სიმპათიური ადამიანი აღმოჩნდა პირადად ერთობაში სუფრაზე. როგორც ამბობენ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი წყალს სადღაც დამაგრებით. ოღონდ მასა მის სანახავად კიდევ ერთხელ მომიწევს ჩასვლა.
ერთი სიტყვით ყველა ამ ადამიანს დასჭირდება სერიოზული პოსტარჩეული სტრესის უნალობა. რადგან ჯანმრთელობა შევეძე, მე ისიც მინდა გითხრათ, რომ საფრთხული ახლა და მაინც კარგად უნდა შევხედოთ რას ჭამთ და რას სვავთ და 30 წლამდე ახალგაზრდებს არ ესწრებათ პატიაშვილის, ჭაჭიას და გოგუაძის ნაზავი კამპოტი. ძალიან სერიოზულ გართულებასთან არის დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის. ისეთ სერიოზულ გართულებასთან, რომ შეიძლება ამის შემდეგ დღეში რამდენიმე ვიაგრას რო დავლიოთ, უკვე ვეღარ აღვიდგინოთ პრობლემები. მაინც ექიმების ოჯახი და ვასდა ესე შეიძლება. ამ არჩევნებს მე მინდა უთხრა ყველა მოგვიანებით. ამ არჩევნებს ჩვენ ვერ მოვიგებთ ზუსტად ისევე, როგორც ვერ ჩავატარეთ სასამართლო რეფორმა, როგორც ვერ გავუყარეთ ნავთობსადენი, როგორც ვერ მივახციეთ ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც ვერ შევედით ევროპის საბჭოში, ერთი სიტყვით ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. მოვიგებთ საქართველოს მომავლის საკეთილდღეობა. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მართლაც რეალურად იქცეს. პირველ რიგში ფინანსური წესრიგის დამყარება. ჩვენ ამ დღეებში უკვე დავიწყეთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში, რაც უკვე ჩვენ მოუგონებია მონაწილეებს როგორც ეკონომიკური ბლოკადა, ეს მართლაც არის ბლოკადა, მაგრამ ეს არის ბლოკადა მათი ჯიბეების, იმ ადამიანების ჯიბეების, ვინც ძარცვავს საქართველოს და ეს ბლოკადა გაგრძელდება, გაძლიერდება, იქნება აბსოლუტურად წყალგაუმტარი ჯებირების შექმნილი, მაგრამ ეს ასევე გახსნის გზას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მიიღონ შემოსავლები. ეს არის მცირე ბიზნესის განვითარება. მცირე ბიზნესის მთავარი შემაფერხებელი დღეს საქართველოში არის კლანების ბატონობა, კლანების მიერ და ოლიგარქიების შექმნა და კლანების მიერ ეკონომიკაში მმართველი პოზიციების შენარჩუნება, ეს განპირობებულია იმითაც, რაც ხდება ჩვენ საზღვრებზე, რაც ხდება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე სამწუხაროდ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულ გოლებს. ამ კლანების დამარცხების გარეშე ყველა ჩვენგანს არ აქვს მომავალი. საქართველოში მცირე ბიზნესს, ისე როგორც ბიზნესს, კლანების სახელმწიფო და პოლიტიკური მონოპოლიების კრიშების სისტემის გარეშე არანაირი მომავალი არ აქვს. ესე ჩვენი შემდგომი 20 წლიანი ვადის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. განათლება, უცხოენების სწავლა, ჩვენი უზარმაზარი პოტენციალი სოფლიო ბაზრის ენაზე გადმოთარგმნა და ჩვენ ეს პოტენციალი ყავს, ეს პოტენციალი ყოფება ამ დარბაზში, ეს პოტენციალი საქართველოს უკლებულ ყველა კუთხეში კუნძულში. აი ამ პოტენციალის ამოქმედება. ესე შემდგომი 20 წლიანი ვადის უმთავრესი ამოცანა ერთ სიტყვით ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, მაგრამ ახლა მთელი ძალით, მთელი სხეული, მთელი სახით კლიანად და მონტრეალად საქართველოში და პრობლემებისა. იცით, მე კარგად ვიცი და თქვენც იცით, რომ არის ძალიან წარმატებული მშვენიერი ქვეყანა ჰოლანდია და ჰოლანდიელები ამბობენ, რომ მერქმა შექმნა სამყარო და ვინაიდან მათ თავის ტერიტორიის 1/3 ზღვას მოსტაცეს, ჩვენ შევქმნით ჩვენი ხელით ჰოლანდია. საქართველოს მერქმა შექმნა არამხოლოდ სამყარო, მერქმა შექმნა ასევე საქართველოს მიწა-წყალი. ამგვარად ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო ადვილია, ბევრად უფრო მარტივია და შეიძლება მეორე რთულიც არის. შევქმნათ ძლიერი, დიდარი და თავისუფალი საქართველო. ის საქართველო, რომლითაც იამაყებენ მომავალი თაობები. და მხოლოდ მომავალი თაობები შეძლებენ ასეთ საქართველოს ყველა მონაპოლიის დათმობას. ამიტომ მე თეთრი შურით შურთ მათი. მაგრამ მე ისევე მიჩნევ მათთან უპირატესობის განცდა. ვინაიდან ის საქართველო, რომლითაც ისინი იამაყებენ, რომელშიც ცხოვრებაში ისინი სიამოვნებენ, ის იქნება მხოლოდ ჩვენი თაობის ხელით შექმნილი. აი ჩვენი ხელით შექმნილი. დიდი მადლობა. გულწრფელი შეხვედრისათვის. ურავის გამოსვლის შემდეგ რაც ხია საჭირო ყველი პროგრამის თავადებით დაგარება. მე არ მოვსულა დღეს აქ მისათვის, რომ როგორც შეახმოვოთ ხოლმე ამაშვილობა მიგეფეროთ, თავზდახელი გადაკისვათ, შეგაქოთ და ასე შემდეგ. რამდენიმე წუთს დავიკარებ და მინდა ესაუბროთ თვითონ თქვენთანაც
როგორც თანამოაზრეს, როგორც თანამებრძოლს, ახალი საქართველოს შეერთების აქტის მონაწილეს, რომლის გარეშე ის ბედნიერი და საოცნობო სამშობლო არ შედგება. მე მინდა დღეს ასე ვთქვათ, მთავარი მოტივი ჩემი მოსვლისა გამოვხატო იმით, რომ თვითონ ქვეყანას ვთხოვო. ძალიან სერიოზულად უნდა დავეგაზნოთ. საკუთარ თავში უნდა აღმოჩინოთ იმაზე მეტი ძალა, იმაზე მეტი ენერგია და თუ გლებავთ იმაზე მეტი ცოდვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დღეს საქართველოს ბედი წდება. დარწმუნებული ვარ, მრავალ ათასწლოვან ისტორიაში საქართველოს. სწორედ დღეს უახლოეს 5 წლის განმავლობაში დავა იმ ნიშნაზე, რომელზე ოცნებას ვერცერთი ჩვენ წინაპარს ვერ არ შეეძლო. მე მინდა გთხოვოთ, დაგვეხმაროთ არჩევნების მოგებაში. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მომავალი არჩევნები უნდა მოიგოს. მაგრამ ამასთან ერთად მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ დიდ ზაზაბულობასთან, შრომასთან, კარდაკარ სიარულთან, ხანდახან დამამცირებელ საუბრებთან იქნება ეს დაკავშირებული. მე მინდა რომ ჩვენ ამ ბრძოლაში, წმინდათა წმინდა ბრძოლაში, ქვეყნისათვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერებისათვის, წინ გვიწყოდოს ერთი რამ, სიმართლე, ჭეშმარიტება. ხოლო სიმართლის სიტყვებით შეიძლება დღეს შეესაბამოთ ადამიანებს. და მოდი და შევთანხმდეთ, საუბარი დაიწყოთ იმით, რა ვერ შევძელით, რა ვერ გავაკეთეთ. და აქ უკვე თქვენ შეება მეგობრებმა, ბატონმა ზურაბმა, სხვებმა, ძალიან ბევრი წარეს სიმართლე. მაგრამ მე მაქვს შეხვედრები ჩვენ მოსახლეობასთან, ისე როჩი მრავალ კოლეგას. როცა სიმართლესთან და ეს სიტყვა ზურაბმა იფარა და სხვებმაც უცხელობა ადამიანებთან ურთიერთობაში, ელექტორატთან მუშაობაში, აუცილებლად ყოველდღიურ კავშირში. ეს აუცილებელი ელემენტია. ვერ შეძლია ბევრი რამ, რაც სურდა, რაც გვინდოდა და რაც შეიძლება გავეკეთებინა კიდევ, რომ არა ბევრი ესეთი ჯერბილი, რომელიც ჩვენ წინაშე არ იმართა. აქ ახსენეს, ნახევარი სწორად, რომ საქართველოს ერთ-ერთი რეკორდსმენი ქვეყანა იყო საერთო ეროვნული პროდუქტის ზრდის თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა და ყოფილ სოციალისტურ სივრცეში 2 წლის განმავლობაში. და მე მოხდა ყოველად გამოთვალისწინებელი რამ, რაც არაფერ საქართველოში, არამედ სხვა დიდ ქვეყნებში, დიდი გამოცდილების ქვეყნებში გაითვალისწინეს. ეს იყო ხარისხალი მსოფლიო კრიზისისა, ეკონომიკური კრიზისისა, რომელსაც გადაუვარა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას და მათ შორის ისეთ ფაქის წარმონაქმნს, როგორც ქართული სახელმწიფო ჯერჯერობით ჯერჯერობით. ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ვერ განვითარდა. ამის გამო ის სიძულჭირე მატერიალური, ფინანსიური გასაჭირი, რაც თვითონ ოჯახს ძირითად ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა ჯერჯერობით ვერ ავახება მას ვერ მივეცით ისაც უნდა მისცეს, რაც ჭირდება. ჩვენ უნდა ვუხსნათ, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა ბოდიში მოვხატოთ ჩვენ საზოგადოება და ჩვენ ხალხს, მაგრამ ამავე დროს უნდა აუხსნათ მიზეზები. უცბერად, მართალი სიტყვით, სათანადო არგუმენტების მეშვეობით. არა პოლიტიკური ფაქტებით, არამედ რეალური სინამდვილიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევახსენოთ ამასთან ერთად. რით დაიწყეთ?
ზურაბ მაგაისენა ჩემი ჩამოსვლა საქართველოში 92 წელს. და ხშირად მომიტყვა ხშირად მithვალეს ეს იყო ადოდებული კუპრი. ადოდებული კუპრი თვითნავიდან ჩამოდიოდი, ასეთი შეგვიძლია მქონდა სწორედ აი ადოდებული კუპში ჩამიშვის. და კიდევ ხშირად მithვალს რომ ნორმალური პოლიტიკოსი არ ჩამოვიდოდა არავითარ შემთხვევაში, როდესაც გარანტირებული იყო სხვადასხვა დასწრებული პერსპექტივა, მაგრამ მევალდებული იყო ჩემს პოლიტიკაში ჩამოსვლა. ჩემ ხალხთან გამოსავალ Nishe Romashirepika. Shokam Galia, Sislit Preliomeris, Matam Preliomeris. Nishe Romashirepika, Romes, Egretulabuli, Tartulosuri completely. Est all Shirebuli, Otalis Levisu. Rais, give Akazuri completely. Ikauta, Asaka, Sindizeus, Aramato Ikauta, Aramet. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან და თავისუფლად არსებობენ. იმ კონფლიქტის საგანაცვლებლად შეიძლება, იმ ბედურების საგანაცვლებლად შეიძლება. ანდა სამოქალაქო ომი, ანდა ის სამეგრელო, რომელსაც აქ სავსებით სწორად ბატონი გამესონია ასრები ამბობენ, რომლის თავზე 1000-ზე სენატის წარმოადგენელი, 1000-ზე ქარიშხალმა გადაიარა. თქვენ წარმოგიდგენიათ რა გავიარა. აქ ახსენებს კოპიანებისა და ავტომატიზაციის ადამიანების თარეში დღისი და ღამით აუცილებლობის პრობლემა ადამიანთა მკვლელობები, გაფაცებები და სხვები მრავალი სხვა ყველაფერი ეს საქართველოს გადაიჭრა. და როცა ჩვენში ანარქია, ქაოსი, თავის კულმინაციას, ანარქია და ქაოსმა თავის კულმინაციას მიაღწია 1992 წლის მეორე ნახევარში. Neavicie gza, ერთადერთი გზა დემოკრატიული არჩევნების შეყარებას. და მე უშვებდი, დაახლოებით 90% მე უშვებდი იმას, რომ ეს იქნებოდა ჩემი მარცხი და ჩემი მეგობრების მარცხი. მაგრამ ჩვენი ხალხი გამძენდა ის შეცდომა, რომელიც მან თავიდანვე დაუშვა, ის არ გაიგებოდა. მე მახსოვს, მაშინ აფხაზეთში ვიყავი, ოჩამჩირებში, ვით სოხუმში, აქეთ სხვა რაიონებში. როცა ტყვის წინა მოდიოდა აი ამ ტყვის ქვეშ ამორჩეველი მიდიოდა საარჩევნო კუთებთან და მათ ააკეთეს ის არჩევნები, რომელიც უნდა გააკეთებინა და რომელიც ალბათ ერთადერთი გზა იყო საქართველოს გადარჩენის. ჩვენ მაშინავე ვჩიეთ დემოკრატიული განვითარების გზა. ძნელი იყო მაშინ იარაღიან ადამიანთან, თოვლიან კაცთან ილაპარაკო დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პრესის თავისუფლებაზე, ტელევიზიის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი მაგრამ ჩვენ ეს გზა არის. აი ახლა თქვენ გვიგვის მანახალიცი და ჩვენ ვერც კი ვამში, ბევრი ჩვენთანი ისაც არ აქვს იმის საშუალო რომ ხშირად მოინახულოს უცხოეთის მოვალეობა. რატო სარგებლობს საქართველოს ასეთი მაღალი საავტორიტეტი და მაღალი სახელი? რატო სარგებლობს? იმიტომ რომ დობა მოიხვეჭ ის რაც თქვით 90 წელს უმძიმეს დღეებში მე მახსოვს პირველი ჩამოსვლა ბატონი გენშერის ამაში მე დეიტერი მოყვა მე სხვები და სადაც მოყავსები მათ არ იჯეროდა იმის რასაც მეუბნეობდი თქვენ არის ჩვენი ხალხის პოტენციალი ჩვენი ხალხის ნიჭი ჩვენი ხალხის ინტელექტი ჩვენ სულ რამდენიმე წელი გინდა სოლის მოთქვა გინდა თქვენი ხარდაჭერა გინდა და ჩვენ ქვეყანა გავხდეთ სახელმწიფოს ვარჩევთ დემოკრატიული სახელმწიფო Every number of shapes would be called that person that shows good spelling, absolute good spelling, the Bulaki in the Potatis. Magamamo is gross. Train current Yeshua Kimisa, where a person was to talk of first of all. The service democratically, aerobically, are to be settled for the ეს სახელმწიფო იძლევა იმ გარანტიას და ამ სახელმწიფომ მოუტანა ის სიკეთე, მინიმალური სიკეთე, რაც ჩვენ საქართველოს გადაჭრა. აქ უკვე ხდეს 1,100,000 ოჯახი გახდა მიწის მესაკუთრე. და მე უდიდესი სიამაყის ცნობით შევძლებთ დავდივარ ახლა
ზოგიერთ რაიონში როცა დრომავს და ვაბარებ ქართველ გლეხს, ქართველ მეუღლეს, მეწარმეს, მოწმობას, პრეზიდენტის ხელმოწერით იმის შესახებ ერთითა მისია და მისი შთამომავალისა ვერავინ არ შეიძლება. ეს არ არის ერთი დიდი გამარჯვება, ერთი დიდი გამარჯვება. რომელმაც შეცვალა ბუნება აი ამ დარბაზში დაახლოებით რამდენიმე ადამიანი იყო ამ სამი თვის წინ. ესენი არიან ეგრეთებული საკრედიტო კავშირის წევრები. ლესობა მეუღლე თვითონ მიხვდა რომ თვითონ მარტო ხელა ვერ შეძლებს მოერიოს იმისას რომელიც მას სახელმწიფო საკუთრებად აღიარა მისაკუთრებად აღიარა. თვითონ დაიწყეს გაერთიანება. როცა ჩვენ რაღაც ორი კაპიტი გამოუძებნეთ ხარშავებდა ევროკავშირი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დაიწყეს დაფინანსება, ბანკების შექმნა დაიწყეს. ბანკები ამოწმავდნენ ჩვენი ბანკები და საკრედიტო კავშირებს გაუჩნდათ საბრუნავი საშუალება. მე ვთქვი ახალგაზრდებს, აი ახალგაზრდა ეკონომისტი გამოვიდა ძალიან კარგად, ჩავიხედოთ რა არის. ეს ახალი პრობლემა. ეს ახალი ადამიანები არიან, ეს ჩვენ ვერ მივეცით ყველა სიტყვის საშუალება, მაგრამ ვინც თქვა, მე გამოვაოცა, იმიტომ რომ 1000 შეკრებაზე ყოფილა, 1000 კრებაზე, მაგრამ ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, სიხარულის და სიამოვნების კულმინაცია, იმიტომ რომ მოვიდა სხვა ხალხი მოვიდა. გუშინდელი პოლიტიკების წევრი, გუშინდელი სამშობლოების მუშა, ეს უკვე ვაკაცია, ადამიანია, ამერიკელო და რუსეთთან თქვა, ბატონ მაცისკანიშვილმა კარიერა დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ მოხმარება დღეს და თავის თვალსაზრისით ეხმარება, რომ ანგარიში ისწავლა ყოველი თეთრის, ყოველი კაპიკის როგორც ამბობდნენ. ეს სხვა ადამიანი მოდის. ამ ადამიანებს შეხვდი გუშინში კარალებში. ეს სულ სხვა ხალხია. მე ადრეს არ მარტო სიამოვნებო პოლონეთის და საქართველოსში. ეს სხვა ხალხია. ეს არ არის მონა, ეს არის გამონებული ადამიანი. ეს არის თავის პატრონი, რომელიც ისეთ უძას ფეხი თავის მიწაზე, მშობლიურ მიწაზე, და იცის რომ აღარ ახსოვს არცერთ საუკუნეში მას არავის შეეძლება ამ საკუთრების უფლებაში. და ბევრი მომენტის პოტანში მიდია. გითხარით მეგობრებო, დაიხო რა საერთოდ სკოლა საქართველოში, სადაც კი ოდნავ საშუალება არის კონტინენტის. არც ერთი სკოლა არ აქვს. აფხაზეთიდან გამოყვანილი სკოლები არც ერთი სკოლა არ აქვს. უმაღლესი სასწავლებელი აფხაზეთის შევინარჩუნეთ. თეატრი შევინარჩუნეთ. თეატრები შევინარჩუნეთ. რომელი თეატრი დაიხურა საქართველოში ამ წლებში? და ერთი მოციქული თეატრი ახალი კი გაიცა. როგორ დონეზეა ჩვენი კულტურა დღეს? რაიმეთი ჩამორჩება იმას, იმ დიდ კულტურას ვაჭრობდით იმ უძინეს წლებში, ყველანი ერთად ჩვენი ხარდაჭერით და ჩვენი დიდი მოღვაწეები ლიტერატურის ხელოვნებისა. კი არ ჩამორჩება წინწალები. დღეს საქართველოს ხელოვნება, საქართველოს კულტურა სოფლიო სტანდარტების დონეზეა. ამიტომაც ვუყით, რა მოხდა საქართველოში? მოხდა ის, რომ ჩვენ ყველაზე მეტად თუ არა სხვაზე ნაკლებად არის ასი თავისუფლების. კიდევ სხვა მომენტები. იგივე ვალუტის შემდგომა. ეხლა ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ცუდი ეტაპია არჩევნებისათვის, ძალიან ცუდი დროა. იმიტომ რომ ბევრი ადამიანისათვის გაუცემელია ათასობით ადამიანს არ მიუღია პრესია, ხელფასები და სხვადასხვა და ჩვენ უნდა უთხრათ სიმართლე, აი ისიც უნდა უთხრათ, როდის დაიფარება როგორი გრაფიკები იქნება და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს მე შეგახსენებ 85 წლის არჩევნების წინ, როცა ჩვენ საკუთრებდა გაბონებული კუპონთან ერთი თვით, ორი თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება. ორი თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიღოთ ახალი ეროვნული ვალუტა. მე მაშინ ბევრი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება? ეს ნიშნავს თვითმკვლელობას. ეს ისეთი რისკია, რომელსაც გამართება არ გააჩნია. ეს არჩევნები ჩავატაროთ, მოვითავოთ და მე დაუბრუნდეთ რა თქოს რეფორმის ამბავს. მე კიდე მიმართა ჩვენ როგორ ჩვენ თანამოაზრებთან ერთად. სწორედ იმ გადამწყვეტ მომენტში უნდა გვერდოთ ჩვენი სიტყვა. სწორედ იქ უნდა დავწყდებული და ვიჭერს ხალხს, მოყვება ხალხი გვარდოდება და ხალხმა დაადასტურა ჩვენმა მოსახლეობამ. ზერმა ჩვენმა ადამიანებმა ჩვენმა მოსახლეობამ ის მიდის სინათლის აგებისათვის.
უკეთესი ცხოვრების სახელის სამოს. მზად არის დაუდგოს გასაცდელს, მაგრამ იმედი უნდა გქონდეს. იმედი თუ ჩაუდგა, ეს უბედურება იქნება. და ეს არ მოხდა. ჩვენ დღეს სულ სხვა პრობლემაა. სულ სხვა ეს უნდა დავაყენოთ და ევროპის კარის შევავერთოთ, ასე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ისე ვაპარაკობთ ახალ აბრეშუმის გზის აღორძინებაზე, ვიღაცა ვთქვა, რომ შევარდნაძე ითვისეს კარნავალის დროიდან გზის პრიორიტეტს თავისთვის. არა, ერთი ხარდი გზული ვისი რა ითვისება მინდა. მე ვიბრძოდი და ვიბრძოდებ კიდეც იმისათვის, რომ აბრეშუმის გზა აღორძინდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი გზა არის საქართველოს აღორძინების. და არა მარტო საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ჩვენი მეზობლების, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩვენი დაკავშირების გზა არის ევროპასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან, თეთრსოფლიოსთან. და ეს აღიარებულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური საკვანძო ქვეყანა არის ამ დიდი პროექტის გამოცდილების საქმეში. და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ. სხვათა შორის ვამბობთ ახლა ჩვენ ისე, რომ თვითონ იგულისხმება ეს სუქის, ათოს სუქის ავტოსადენი. ათოს სუქის ავტოსადენი შემოწყდა ჩვენი სანდოობა. რამდენად სანდო პარტნიორი ვართ ჩვენ. ვართ თუ არა ჩვენ ასე ვთქვათ სტაბილური ქვეყანა. შეიძლება თორე ერგოს საქართველოს. და გაიმარჯვა ამ იდეა. აშენდა ჩვენმა ხალხმა თვითონაც ისარგებლა 25 მილიონი დოლარი ხელფასის სახით მიიღო ჩვენო მოსახლეობამ ეს სხვა სიკეთეზე ავასწავლო. ამის შემდეგ მივიღეთ დეკლარაცია ის შესაძლოა გვაფენდეს ათო თბილისში ჩინიხანის დიდი ნავთობსადენი, რომელიც 10-ჯერ დააგებდა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და 1000 ადამიანს დაასახელა ჩვენ სპეციალისტებს შეიძლება ნაუნტარებს უბრალოდ მუშაობენ. ამის შემდეგ შედგა გადაწყვეტილება ამის შესახებ, რომ კასკასიური გასადენი სწორედ საქართველოს არის თურქეთში მიმავალი. ესეც მილიონები და მილიონებია და შეიძლება ასეული მილიონებია მომავალში საქართველოსთან. უამრავი ასეთი გეგმა არსებობს, უამრავი ასეთი პერსპექტიული პროექტი არსებობს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მას ნიშნავს, რომ ჩვენ დობა მოვიღვიძეთ. დობა დაისახა ჩვენი პარტნიორებს. მე მიამაყება მაგალითად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ფიქრის შემდეგ და ბევრი დისკუსიის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა არ სულ ასე ვთქვათ ჩვენი თხოვნისა და თვალსაჩინოს გარეშე მიიღო კანონი დიდი აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ, რომელშიც ჩაწერილია შავით ფერზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ადმინისტრაცია ვალდებული არიან გაეხმარონ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც ასე ვთქვათ ცენტრალური საკვანძო ქვეყნები არიან დიდი აბრეშუმის გზა. ესე იგი ჩვენ ამ უზარმაზარი პროექტის მონაწილეები ვართ. ჩვენი პროექტის მონაწილეები ვართ, რომელიც განხორციელება მინდარობს ევროკავშირის ეგიდით, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, ევროკავშირი აფინანსებს და მრავალი განშტოება გააჩნია ამ პროექტს. ეს ხომ კვალიტეტია. არა იქეთ როაც კიდევ სხვა საუკუნეში ეს უკვე დაწყებული პროექტია. უკვე რეალიზაცია ხდება მათი. და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ამ 4 წელიწადში შეუძლებელი გააკეთა. მაგალითად, ბევრს არჯერა, როცა მოგონა ბატონჯურაბი იყო ამ შესახებ. არჯერა საქართველოს პარლამენტმა ამ სამთვალთელახების განმავლობაში 750 კანონი მიიღო. არა, სხვა სახელმწიფო ასეთი. რატომ მოხდა? როგორ მოხდა? მოხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი მისი ძირითადი შემადგენლობა პარლამენტისა მუშაობს ფიქრობს ერთი მიმართულებით. ჩვენ შევქმნით ისავალებრივი ბაზა, რომელმაც როცა სამწუხაროდ შეგვიძლია დიდი რეფორმები, თუნდაც პრივატიზაცია, თუნდაც იგივე მიწის რეფორმა, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. ციარისეულის გამოყენების საუკეთესო საწოლები, უცხოური ინვესტიციების მოძების პირობები. საქართველოში დიდი ნავთობია. ჩვენ დავიწყოთ უკვე წელს დავიწყოთ ბურღვებს და გაიცათ ალბათ მთელი ძალიან გაჩაღდება ეს სამუშაოები. დიდი ნავთობის ქვეყანა იქნება. მაგრამ ყველაფერს არა
ყველა სიკეთე, თუ რა სიკეთე გაგოჩნია არის ის, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი ასწია ჩვენი კონსტიტუცია მუშაობენ შეთანხმებულად. ბევრი ეს კანონთაგანი შეიძლება აღასრულოს დასწრებაში, ბევრი თვით პარლამენტში და 750 კანონი. აი ამას ვაყოლ ციფრებს, საკუთარ ჩაუყრით რა შეძლებთ და რა დონეზეა ეს კანონები, რა თქმა უნდა ჩვენი უცხოელი ექსპერტები, სპეციალისტები დახმარებით ბევრს აღჭირდება. და კიდეც ამბობ, ეს ყოველდღიურია რომ ჩვენ დავიწყოთ ფერი გაუწევების შესწავლა. ჯერ შორსა, მაგრამ ედობობა. მოამიღო, როცა ჩვენ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც თავისუფალ მოქალაქეთა სრულფასოვან თანასწორუფლებიან მოქალაქეთა თანამეგობრობა სამაგალითო იქნება და სამაგალითო იქნება ჩვენი ქვეყანა მოსახლეობის ეთნიკურობის თვალსაზრისით. აი ეს არის მინდა თქვენ სიმართლის მამიგდეს შემოჩენილ შედევრებს. ზოლა სამყაროს საერთო ხასიათის გააჩნია ძალიან ძლიერი თვალსაზრისით. მაგრამ სიმართლე ჩვენ ხარს ლოგიკის თელი ლოგიკის სიმართლე ისი სიმკაცრე თელი ჩვენ ხარსა და ჩვენ შეგვიძლია საუბარი ყველასთან. მე არ მინდა იცით დავყავდოთ ის რაც ისლი ოფი უძილო ხამეები თქვენი ჩემი ყველასი ტელეხალხის უძილო ხამეები არის მოყოლებული. ეს არის თავისუფალი არჩევანი, საქართველოს თავისუფალი არჩევანი. ეხლა ამბობენ რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციისაკენ ვიდით. ზოგი ამბობს ჩრდილოეთისაკენ უნდა წავიდეთ. არა, ჩვენ და რეალურად იმზით რაღაცა დავირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული ღირებულება და სოფლიოს პროგრესული დასოფლიობის პროგრესული ადამიანების მიერ არჩეული გზა. ეს არის თავისუფლებისა და აყვავების გზა. შეიძლება ამერიკასთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება ევროპასთან რუსეთი დაადგეს ამ გზას. ჩვენ ვიბასავთ ის მაგალითად, მართლა სახელმწიფოებია, რომ რაღაც უჩი, ჩვენ ზედაკება დავუწყოთ. ამიტომ დღეს შებრუნება და ახლა ასე ვაკეთებ შემოშვილებ. დღეს შებრუნება უკან ნაბიჯის გადადგომა, ეს არის ქვეყნის გაცემა. ეს არის დაუკვირისა, რასაც ამდენი ოფლით და დაგვით არის მოყოლებული. ხოლო თუ წინ მივლით, კიდევ და კიდევ ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ წინ, ეხლა უკვე ფუნდამენტი გვაქვს, რომელსაც ქვია ქართული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ წინ მივლით, ჩვენ ძალიან სწრაფად სამოყვა მიზნამდე. დარწმუნებული რაღაცში და გისურვებთ, რომ აი ეს სიამოვნება და ეს სიხარული ჩვენ შევამოვლებს, ჩვენ შევამოვლებს არ მოკლებული და რაც შეიძლება ახლა ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გამოვხატავთ წმენას, ყველა ამ დარბაზში მსხვდომს თუ სიფილოს ერთიანი, დამოუკიდებელი და აყვავებული საქართველო. აგრეთვე ალბათ ყველა ჩვენგანს გააჩნია ამბიცია, რომ უნდა შესწავლოს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საშუალო საქმეში. მაგრამ ერთია სურვილი და ამბიცია და სულ სხვა მისი განხორციელება. მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში. მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და ურთულესი პოლიტიკური ვითარებით. დღევანდელი შეხვედრა ალბათ საშუალებას მოგცემს შევაჯეროთ ერთმანეთის აზრებს და შევიმუშაოთ სამომავლო მოქმედების ერთიანი გეგმა. პირადად მე შეიძლება ითქვას, ახალწეული ვარ იმ გუნდისა, რომელიც მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულთას წარმოადგენს. თავს არ შეგაცემ საკუთარი ბიოგრაფიით, რომელიც ალბათ ძალიან წააგებს ბევრი ჩემი მეგობრისას, ვინც განათლებას საზღვარგარეთ მიიღო. სწავლა განათლების გარდა მაქვს აგრეთვე საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფის გამოცდილებაც. მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო იმ გარემოებას და იმ გულისხმობს, რამაც მე საქართველოში დაბრუნება ჩემ სამშობლოში ერთმნიშვნელოვნად გადამაწყვეტია.
ეს წუხილი ძირითადად ორი მიზეზით არის გამოწვეული. რაც სამწუხაროდ მთელი საქართველოს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას წარმოადგენს. პირველი, ეკონომიკური სიტუხჭი, დაუსაქმებლობა, დაბალი ხელფასები და პენსიები ხშირად ისინი გაუხსენებენ. ამგვარი ვითარება ხომ ყოველი ჩვენგანი ჩვენივე მეგობრების და მშობლების კეთილდღეობაზე მოქმედებს და მოქმედებს ძალზე უარყოფით. ეს ყველაფერი რასაკვირველია დღევანდელი ხელისუფლებისადმი ნდობას არ ბადებს, მაგრამ მოდით შევხედოთ მეორე მხარეს. ანუ იმ პოლიტიკური ძალების მეტყველებად მომძლავრებას, რომელიც მზად არიან გაწმოს საქართველოს. მოაქციონებენ სხვა ქვეყნის მარწუხებში, ეკონომიკურად, ისევე როგორც სოციალურად დაბეჭდავებული. რომ არაფერი თქვათ, ქართველი ხალხის პატრიოტული სულისკვეთების შევახვას. ეს გახლავთ მეორე მიზეზი ჩემი დღევანდელი აქტიურობის. აქვე არ შემიძლია არ აღნიშნო ის ავანტიურისტები, რომლებიც სარგებლობენ დღეს შექმნილი სიტუაციით ამ ეკონომიკური სიტუხჭით და ხალხს უველი დაპირებებით უფასო სწავლების, განათლების, ტრანსპორტის და ასე შემდეგ. ამ დაპირებებით ისინი მათში ხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. მაგრამ ერთი სიტყვით ამ ბლეფით და კომუნიზმის მშენებლობით ისინი გამერტყუნეთ ვერაფერს გახდებიან და აქვე დაუძენ, რომ მათი ჩრდილოეთ დამრიგებლებისაგან განსხვავებით ისინი არც არ პირდებიან ჩვენ მოსახლეობას, ალბათ საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე. შექმნილი სიტუაციის გამოსწორება დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დღევანდელი ახალგაზრდობის ვალია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ არ დავახვედროთ ჩვენ შვილებს ის, რაც ჩვენი მშობლებისაგან ჩავაბარეთ. ახლა ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ მოტივაციას, რამაც თქვენს რიგებში მომიყვანა. დიდი ხანი არ არის შეერთებული შტატებიდან დაუბრუნდით საქართველოში და ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნათლად დაუწყონებულიყავი ორ რამაში. მოქალაქეთა კავშირი ნამდვილად არის დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული და ეროვნული ინტერესების გამოხატული პარტია. და მეორე ის, რომ მას რეალურად გააჩნია ძალა ზემოქმნული პოლიტიკის გატარებას. ალბათ თვით მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური ოპონენტების გამეთანხმებიან იმაში, რომ ერთდროულად ეს ორი თვისება სხვა არც ერთ პარტიას საქართველოში არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობა ხედავს თუ რა ხდება დღეს ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე. ფაქტიურად არჩევანის წინაშე ვდგევართ. ევროპული გზა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ 21 საუკუნეში ან კლანური ორგანიზებული ჩაკეტილი სახელმწიფოს შენებული. ახლოვდება არჩევნები და შანსი, რომელიც მოგვეცა გავხადოთ საქართველოს დამოუკიდებელი, ძლიერი და მდიდარი ქვეყანა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზნით მოვედი მოქალაქეთა კავშირში და საერთოდ პოლიტიკაში. ამჟამად თუ წარმოებაში ვარ დასაქმებული, იტალიურ პარტნიორებთან ერთად შევძველით აგვეწყო ყოფილი ფაბრიკა ისმის ბაზაზე ფეხსაცმელების თანამედროვე საწარმო. წელს ვაპირებთ დაახლოებით 70,000 წყვილის გამოშვებას, რომლის დიდი ნაწილიც ექსპორტზე იქნება რეალიზებული და ქვეყანაში შემოიტანს ასე დეფიციტურ ვალუტას. აუცილებელია შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს, მაგრამ აქ ერთი დაზუსტებაა საჭირო. ხელს შეუწყობს წარმოებას საქართველოს მასშტაბით და არა რამოდენიმე კლანის უფრო მსხვილ მონოპოლისტად ჩამოყალიბებას. რადგან ბიზნესის თემა ვახსენე, არ შემიძლია არ შევეხო საკითხს, რომელიც ასეულში ბიზნესის ისევე როგორც საერთოდ ეკონომიკის განვითარებასაც. კორუფციის საკითხი. მის აღმოფხვრაზე საუბარი და დისკუსიები, ხშირად მუქარები და დამატებით მაკონტროლებულ ინსტიტუტებზე შექმნაზე საუბარი მუდამ დგას რესპუბლიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მაგრამ ფაქტის სახეზეა, ამ მხრივ წინსვლა არ შეიმჩნევა. კორუფციას ძირითადად კორუმპირებული ჩინოვნიკები ებრძვიან. დღევანდელმა ახალგაზრდობამ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა, უფრო რადიკალურ მეთოდებს უნდა მივმართ.
ჩემი ღმერთწმენით, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენმა უნდა ვაკეთოთ და ამასთან დაკავშირებით ერთ სურვილს გამოვთქვათ. დროა მოქალაქეთა კავშირი ჩამოყალიბდეს თანამოაზრეთა გუნდად. გამოჩნდეს ახალი სახე, მოვიდეს ახალი ხალხი. რამე თუ რაგენ კარგი პრეზიდენტიც არ უნდა ყავდეს, ის მარტო რეფორმებს ვერ გაატარებს. იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი გარანტი. ქვეყნის აღმშენებლობა თანამოაზრეთა გუნდმა უნდა ითავოს და განახორციელოს. დასასრულს ხუნებას მომცემ, შეგახსენებთ ერთ ცნობილ გამონაკლისს. ყველა დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ეს პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გაჩერდა სახელმწიფოებრიობის ნგრევა. დამყარდა წესრიგი და სტაბილურობა. შეიქმნა ფაქტიურად არარსებული ინფრასტრუქტურა. გვაქვს საკუთარი ვალუტა და მოხდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრირება. დამეთუნეთ, საკმაოდ გრძელი პირველი ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია მას მოყვეს მეორე და მესამე, უშუალოდ ხალხის კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი და აქედან გამომდინარე დასავლეთის ის გარანტირებული პატივისცემა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღეს სარგებლობს, არ შეიძლება არ გამოვიყენოს ჩვენმა თავობამ ჩვენივე ქვეყნის საქართველოს საკეთილდღეობით. ეს იქნება უკვე დანაშაული, რომელსაც მომავალი თავობა არ გვაპატაკობს. და ბოლოს ოპტიმისტურ ნოტაზე დამთავრების მიზნით არა მხოლოდ ფაქტს როგორც ფაქტად აღნიშნავ, რომ რიგმა ქვეყნებმა იგივე ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან წყინვალედ გარდაქმნეს თავისი ეკონომიკა და ცხოვრების საკმაოდ მაღალ სტანდარტებსაც მიაღწიეს. საქართველოში მისი მოთხოვნებისა და მასშტაბების გათვალისწინებით გაცილებით მოკლე დროშია სასურველი შედეგის მიღწევა. მაგრამ პირველ რიგში გავუმარჯოთ არჩევნებში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუმცა მე მგონი ვინ არის წინააღმდეგ ამისთვის ხეჭი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას ლობისათვის, ხარდაჭერისათვის. პირველ რიგში თქვენის ნებართვით უმეტეს მადლობა უნდა მოვუხადოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც პარლამენტიდან ესწრება საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის წევრობას. დიდი მადლობა უნდა უთხრა ყველას, ჩვენს რაიონულ ორგანიზაციებს, თითოეულ დელეგატს, ყველა ახალგაზრდას, ვისთანაც ერთად გავატარებთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთაგანისათვის უკანასკნელი 7 თვე. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს არჩეული ვიყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს ამესწავლებას ვღებულობ იმ ადამიანებისაგან, ჩემი თანამებრძოლებისაგან, ჩემი მეგობრებისაგან, ვისთანაც ერთად გავატარებ 6 წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირში. ეს არიან ლევან მამალაძე და მე თქვენის ნებართვით თითოეულ მათგანს სტაჟს დავუკავშირდა. მიხეილ ჭკუასელი, მიხეილ მატალარიანი, ლევან ალავა. სამწუხაროა ჩვენმა არქივმა არ მოგცა ის საშუალება, რომ მთელი ჩვენი ისტორია რეალურად აღესახა და დღეს კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა თქვენთვის. ძალიან ვიხარია ყველასა, რომ ჩვენთან ერთად არიან ის ადამიანები, ვისაც ერთად არამარტო ახალგაზრდებმა, ყველა მოქალაქეთა კავშირში დავიწყეთ ჩვენი ბრძოლა ნორმალური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენობისათვის. პირველ რიგში აქ იმ ადამიანებს მოვიაზრებთ, ვინც სათავეში ედგნენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბებას. აკრძალებიან ბატონი რეზო ამაშუკველი, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრები, ყველანი, ვინც ხარში ედგნენ და მე არ დავაიწყება ის სიტყვები, რომელიც მათგან მოუწმინე საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პირველ ყრილობაზე, სიტყვები მხარდაჭერისა და თანადგომისა და დღემდე ასეც გრძელდება. ერთი რამ უდავოა, რომ ჩვენ როდესაც ამდენ დასაწყისზე საუბრობთ, მე პირადად ჩემ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ მაშინ, როდესაც პრინციპში იმედგაცრუების ყველაზე მეტი საფუძველი არსებობდა. ეს გახდა 92, 93, 94 წლები, მე თავს არ შეგახსენებ კონკრეტულად ამ პერიოდის აღწერა. მაგრამ
ეს იყო პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად მე ყოველ შემთხვევაში დამეკარგა განცდა იმისა, რომ ჩვენი ოცნება აბაშენო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო შეიძლება ამ ოცნებამ თავისუფლად შეიცვალოს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ სიმტკიცემ ჩვენი გადაწყვეტილებისა, აი ამ სიმტკიცემ ჩვენ პრაქტიკულად აი ეს პირველი პრობლემები, ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველამ ერთად დავზრდა. ჩვენ აქ პატარა შედარების მოყანა შეიძლება 93-94 წლის ნიშნაზე ვიდექით ერთი უზარმაზარი აღელვებული მდინარის პირას და შანსი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგეჩინა მხოლოდ ერთი არსებობდა შეგვეცვლა ამ მორევში და გავსრულებთ მეორე ნაპირას. სხვა შანსი ჩვენი გავოთ არ ქონდა. ჩვენ მივიღეთ არი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ. ამ გადაწყვეტილებამ აი ეს ნაბიჯით გავაგრძელებთ. ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, ძალიან მძიმე ეტაპები. ან 5-6 წლის განმავლობაში და დღეს როდესაც სულ 2 ხელის მოსვლა გვაქვს აი ნაპირამდე შეიძლება ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩვენ ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ, რომ ხელი ჩვენ არ ჩავუქმნია მაშინ, როდესაც 1991-92 წლებში თბილისში ომი. ხელი არ ჩავუქმნია სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების პერიოდში. ხელი არ ჩავუქმნია მაშინ, როდესაც დავკარგეთ სოხუმი. ხელი არ ჩავუქმნია მაშინ, როდესაც ქვეყანას ქაოსი და ანარქია მართავდა. ხელი არ ჩავუქმნია მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ტერორისტულ აქტებს უწყობდა. და დღეს მით უმეტეს ხელს არ ჩავუქმნით, იმიტომ რომ დღეს ბევრად უფრო მეტი ვარ, ბევრად უფრო ძლიერი ვარ და ბევრად უფრო წინ სწრაფები ვარ ჩვენ ბიზნესში. და ერთი ამოყარება, რომ ჩვენი მოდელობა, ჩვენი ენერგია, ჩვენი შემართება საბოლოო მიზანს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. დღეს ჩვენს გვერდით დგას ისეული ახალგაზრდა, ვინც არ გაუშვებს იმას, რომ კიდევ ერთხელ ვინმე წაბრძოლოს დამახმაშენების საფლავის საქართველოში. ეს ქართული ახალგაზრდა არ გაუშვებს იმას, რომ ვინმე კიდევ ერთხელ შემოაბრუნოს ბედის გორბალი უკუღმა. ჩვენ შეგვიძლია ყარად განვაცხადოთ, რომ ჩვენი ხელი ისწავლა, ვინც ითხოვებს იმ საქართველოში, სადაც რუსის შექმნა ვეღარასოდეს ვეღარ იბატონებს. ჩვენ ბიჭის უამრავი პრობლემა გვაქვს, უამრავი ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების წინაშე ვდგებით ხოლმე, მაგრამ არ მოსადეს არ უნდა გავუწყოს, რომ ახალგაზრდები ვართ. ერთიც არის, რომ ხშირ შემთხვევაში გამოცდილებასაც ვიწუნებენ, მაგრამ მე პირადად და ჩემს მეგობრებს ამის თაობაზე არაერთხელ გაიჟღერათ ეს ამ დარბაზში, რომ გვიჩვენია გამოუცდელი, მაგრამ პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ახალგაზრდა, ვერ გამოცდი, მაგრამ კორუმპირებულ ჩინოვნიკს, რომელიც თავის საკუთარ სამშობლოს დროშად გაყენს. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გამოვიდივართ, ჩვენ გვინდა მხოლოდ სიღრმისეული ცვლილებები, სისტემური ცვლილებები იმისათვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ერთიც არის, რომ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს წევრს, ჩვენი ორგანიზაციის არავის არ უნდა მივცეთ საშუალება იმისათვის, რომ სპეკულაციის ობიექტად აქციოს ახალგაზრდა. ამას რომ ვამბობ, ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ის სიტუაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადგილებზე გვხვდება. ჩვენთვის ახალგაზრდობა ეს არ არის მხოლოდ ამ ახალგაზრდობის ელიტარული ნაწილი. ახალგაზრდობა ჩვენთვის არის ის სტუდენტი, რომელსაც უჭის, მაგრამ თავის სამშობლოს ანაცვლებს თავის სიცოცხლეს. ჩვენთვის ახალგაზრდობა არის ის ლექი ბიჭი, არის ფერმერი, რომელიც მუქჯავრულად შრომობს, წერებზე ტექსტს გავს, მაგრამ არასოდეს არ შეგვიძლია არანაირ პრობლემას. ჩვენთვის ახალგაზრდობა ეს არის თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში მოსიარულე გოგონები და ბიჭები, რომელსაც ხელი მიუხედავად იმ პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ თავის ადამიანის განსაკუთრებულად წინ გვხვდება, ხელს არასოდეს არ ჩავუქმნით. ჩვენ თითოეულ მათგანთან და დამეწყვეტილება ალბათ თითოეულ თქვენთანავე ამ დარბაზში შეკრებილი თითოეული დელეგატი, რომ მათთან მივდივართ და პირველ რიგში მივდივართ იმისათვის, რომ იმედი მივიტანოთ. ნახეთ, გადავალოთ უბრალოდ თვალი, ვინ არიან ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები, ვინ არიან ყველაზე წარმატებული ბანკირები, ყველაზე წარმატებული მუსიკოსები, მხატვრები, ფერმერები, ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდები, რომლებსაც მოაქვთ ახალი იდეები, ახალი ინიციატივები და მხოლოდ ახალი იდეებს, ახალი ინიციატივები შეუძლიათ ფეხზე დააყენონ ახალი საქართველო. რატომ ვართ მოქალაქეთა კავშირში ამ კითხვასაც ხშირად ვისურვებ. ძალიან მარტივად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის პირველ რიგში, ეს არის ახალგაზრდების პარტია. ეს არის პარტია, რომელიც აძლევს ახალ შანსს საქართველოს ახალგაზრდობას. ჩვენი პირობა ეს დასტურია ისეული ახალგაზრდების ერთიანობის. სმარტი, განახლებული და საფშეცვლილი არის და ეს პირობაც ვფიქრობ ამის ნაპირი გადასტურება. თუმცა იდეები, რომელიც გარშემოწ
თუნდაც ის ახალგაზრდების შეფიქრებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია. ეს ჩვენ ზრიგებში ბრუნდებიან ის ახალგაზრდები, ვინც დატოვა ჩვენი ქვეყანა, მიიღო განათლება, ახლა მზად არის თავისი ცოდნა, თავისი ენერგია, თავისი გამოცდილება, რომელიც მან დასავლეთში მიიღო, ჩვენთან ერთად საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს მოახმაროს. ყველას უნდა ისმენოს ჩვენ გამზადებული რუსული რეცეპტები, თავად რუსეთში საღარჩის დღეს. ჩვენ გამოვიდივართ იმ ნანგრევებიდან, რომელიც იმ ადამიანთა დამსახურებაა სხვადასხვა შორიდან ზოგიერთი რეგიონიდან მიიжиნებენ. პატარა სახესების და მათი კაპრიზებს, პატარა სახესებს და მათი კაპრიზებს ჩვენ ქვეყანას ვერ გადავაყენებთ. ჩვენთვის მომავალი არჩევნები, ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელობაში. მომავალი არჩევნები არა მხოლოდ რეფერენდუმია. ამ ახალგაზრდობისათვის, ვინც ამ დარბაზშია და კიდევ უფრო მეტისთვის ამ დარბაზს გარეთ, მომავალი არჩევნები ჩვენი დიდგორი არის. 8 საუკუნის წინ საქართველოს შეძლო ჩვენმა ღირსეულმა სახელმწიფო წინაპრებმა გაემარჯვებინათ თავის დიდგორში. ჩვენ დიდგორი წინ გვემის. დრო პრაქტიკულად აღარ იქნეს. 3 თვეში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ახალგაზრდები და ძველგაზრდები ჩვენს დიდგორს მოვიდეთ. დიდგორს, რომელიც მოგცემს შანსს ღირსეულად შევავიდოთ 21 საუკუნის საქართველოში. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას აქ მოგზაურობისათვის, ყველა დელეგატს. დიდი მადლობა. ყველა დელეგატს პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას საქართველოს პრეზიდენტს, იმისაც რომ დღეს ის ჩვენთან არის, ყველას იმ ხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც აი წლების განმავლობაში ჩვენ განვიცდით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თუ ნებას მომცემთ, სანამ პრეზიდენტს დაუხმობთ ამ ტრიბუნას, მაქვს პატივი, რომ ტრიბუნაზე მოვიდიო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი ორგანიზაციის ძალიან დიდი მეგობარი რადიმ ჯურაბაძე. სანამ უშუალოდ აქციის ახალგაზრდობა ნარკომანიის წინააღმდეგ შესაძლოა ვისაუბროთ, მეგია ორივე სიტყვა იმ არჩევანის თაობაზე გავაკეთო, რომლის წინაშე დღეს ჩვენ ახალგაზრდები ვგევართ. დემოკრატია თავისუფალი არჩევანის უფლება არამედ და არამედ არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას ნიკლებს. ფრაზები, როგორც ხშირად მოგვისმენია, რომ ჩვენ ის ყველა პარტია ერთნაირია არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხისმგებლობის და არა დემოკრატიულობის თვალსაზრისით. უპასუხისმგებლობისა საკუთარი სამშობლო, საკუთარი თავის და ჩვენი მომავლის წინაშე. ხშირად საუბარია აგრეთვე, რომ ახალგაზრდობა კვლავ ნაკლებ აქტიურობას გამოიჩენს მოსალოდნელი არჩევნებისთვის. ამის ნამდვილად იმის, რომ სწორედ ჩვენი თაობა მიიღებს გადაწყვეტ მონაწილეობას არჩევნებში და ის სიტყვა იქნება ერთ-ერთი გადაწყვეტი. ჩვენ გავსაზრდოთ ზუსტად როგორი იქნება საქართველოს 21 საუკუნეში. სწორედ ახალგაზრდობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მიიღება სხვადასხვა მრავალთან მანიპულაციებს, ეს იქნება ერთი პირველი თუ 50,000 კონცერტი. სწორედ ეს ახალგაზრდობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დაუყენებს 21 საუკუნეში ღირსეულ მის საკადრეს ადგილს, რომელიც იქნება ადეკვატური ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენ ქვეყნის ძალისხმევის. დღეს ჩვენ პატრიოტულ სტუმრობა ყველანი ხედავთ, რომ ჩვენ სიკვდილით ჩვენთან ერთად პროფესორად არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები. არჩევანი ჩვენ სწორედ მათ სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ, რათა ბოლოს და ბოლოს პოლიტიკის მძევლად არ დარჩეს, ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება, თუნდაც ეკონომიკა. როდესაც ახალგაზრდობის პრობლემაა საუბარი, რაც მე პირადად ესე ვფიქრობ და ჩემი მეგობრებიც, რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის, რადგანაც ახალ საქართველოს ახლებურად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანების შეერთება. რაც შეიძლება თავად აქციებს. პირადად მე მჯერა, რომ ჩემი თაობა ქუჩაში შეტევს და უაზრო არსებობას ამჯობინებს საინტერესო ჯანსაცმლობას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან ბევრი რამე თავად ჩვენზე დამოკიდებულია. ამ იდეას ემსახურებოდა ოპერაციული ნიფერგუთის ტურნირიც და ამ იდეას ემსახურებოდა აქცია ახალგაზრდობა ნარკომანიის წინააღმდეგ. ამ აქციის ინიციატორები ვიყავით ჩვენ, მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, ჩვენთან ერთად ორგანიზატორები იყვნენ უმაღლესი სასწავლებლო სტუდენტური კავშირები, საზოგადოება, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
აქცია ძირითადად იყო კულტურული პროგრამი დატვირთული, უამრავ ახალგაზრდამ ჰქონდა საშუალება ენახათ სხვადასხვა კინოფილმები, სპექტაკლები, დასრულებულ გამოფენებს, კონცერტებს. ეს უბრალოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენი საზრით სწორედ ქართული კულტურა არის ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ითქვას, მასწავლებელი იმ პროცესში, რასაც პიროვნების ჩამოყალიბება და მოზარდისათვის სხვადასხვა ინტერესების გაუგებრობა ჰქვია. ჩვენ ამ აქცია დავამთავრეთ 26 ივნისს. 26 ივნისი არის ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც უკვე საქართველოში ოფიციალურად თარიღად არის მიჩნეული და ამაში ალბათ ამ აქციის ყველიც არის. აქცია დავამთავრდა როკ აქციით და საკონკურსო გამოფენით თემაზე ალბათ ახალგაზრდობა ნარკომანიის წინააღმდეგ. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემიები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო შემდეგი, რომ გამარჯვებული ნამუშევარი შემდგომში გამოიკვება დედაქალაქის რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას ის სარეკლამო საფრთხის სტენდებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რეკლამით წარმოგიდგინოთ კონკურსის გამარჯვებული დიზაინერი ლესო კილოძე. სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არ ყოფილა ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა თითოეული ახალგაზრდის, თითოეული მოქალაქის მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის პროცესების შესახებ ყოფილიყო იმდენად საჭირო ამ მოსაზრების მოსმენა როგორც დღეს. შეიძლება ახალს არ ვამბობ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და არა ზოგადად ქვეყნის განვითარებას სულ რამდენიმე წლიანი ისტორია გააჩნია. ამ ხნის განმავლობაში მრავალი სიზნე, პრობლემა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საშუალება იქნა გადალახა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ სოციალურ სფეროს გაუსაძლის მდგომარეობაში აისახება, რომელიც თითოეული გაჭირვებული თუ დათვალიერებული მოქალაქის მსჯელობის და განხილვის საგანია. ფაქტი მაინც ფაქტად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის არგუმენტი, არ არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა და სხვა ფაქტორებზე გადაბრალება, უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს რეალური მშენებლობა 1995 წლიდან დაიწყო, როცა ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სისტემა და ინსტიტუტები, განისაზღვრა კონკრეტული ინსტიტუტის, კონკრეტული სტრუქტურის ფუნქცია და მოვალეობა. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა სოციალური და ეკონომიკური რეფორმების, მისი განვითარების, კონკრეტული მიმართულება. განსაკუთრებული აღნიშნის რისკია, ეს განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო 96-97 წლებში, როცა ეკონომიკური მაჩვენებლები მაღალი ზრდის ტენდენცი გამოირჩევა. საამაყოდაც კი ჰქონდა ერთი პერიოდი, რომ საქართველოს ზრდის ტემპი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა. მაგრამ გარდა წინ მიმავალი ნაბიჯებისა, არსებობდა და არსებობს ძალიან მრავალი პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ახალგაზრდობის განვითარებას. და უმთავრესი პრობლემა სოციალური სფეროდან არ შეიძლება არ აღნიშნოთ, ეს არის დასაქმება. სფერო, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სოციალური და ეკონომიკური განვითარების ორიენტირებას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმას. როდესაც საუბარია დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე, მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ სწორედ სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებს ეძებს, რაც ფაქტიურად განვითარების ამოთავაზეთ წარმოუდგენელია და წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენ. ის რომ გასული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო დაპირება სამუშაო ადგილების შესახებ დღემდე ქილიკის თემა გამომდინარეობს არა იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, არამედ იქიდან, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკურმა აპარატმა ვერ გამოიჩინა სრული მზადყოფნა, ხელი არ შეიშალა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. და უმთავრესი პრობლემა, რომელიც აი ამ სფეროში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს უახლოეს პერიოდის განმავლობაში, სწორედ სახელმწიფო ჩინოვნიკური ბიუროკრატიული აპარატის ზრდა არის. რამაც შესაბამისად გამოიწვია ერთის მხრივ საბჭოთა სახსრების ინტენსიური გამოყენება, ამ მიმართულებით მეორე მხრივ ეს არ იყო საკმარისი ამ აპარატის სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, რამაც გაზარდა ზეწოლა სამწარმოო სექტორს. აღარც ამ აპარატის კონტროლის მექანიზმები იქნა შენარჩუნებული. ვერ განისაზღვრა კონკრეტული პრიორიტეტები საბჭოთა სფეროში. ყველა პრობლემის მოვლა ერთბაშად თითქმის შეუძლებელია. საბოლოოდ ამ ყველა თემა სოციალური ხარჯების საერთო დონის შესაძლებლობამდე მივიყვანა. და სახელმწიფოს მომსახურების ამ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები იქნა წარმოჩენილი. გასული 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რომ ეს პრობლემა დაიწყება, არის ის, რომ ჩამოყალიბდა მესაკუთრეთა ფენა და ეს მესაკუთრეთა ფენა საკმაოდ დიდ ძალებს იღებს. დღეისათვის საქართველოში საჭირო და აუცილებელი რესურსების ნუსხაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანური რესურსი. რაც იმის წინაპირობაა პრობლემა, რომელიც ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას აწუხებს გაზრდოვებული იქნება. მაგრამ
მინდა აღნიშნო ერთი ფაქტორიც, რომელიც ხელი შემცვლელი იყო უშუალოდ აი ამ დასაქმების სფეროს მოგვარებისათვის. ფაქტი ერთია, რომ არაფერია გაკეთებული მთელი ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ფონდების, მათ შორის საბჭოთა საცდებით გამოყენებული თანხების და პროგრამების წარმართებაც, რომელიც უშუალოდ იქნებოდა მიმართული პროფესიული ორიენტაციის შესწავლას ადამიანებს. რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა იქნებოდა ეს მოხუცი მივიდა იქ გასვლამდე, რომ საქართველოში სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს დასაქმების პრობლემის მოგვარებისათვის. მე სოციალური სფეროებიდან გამოყოფდი განათლებას, რომელიც აუცილებლად უახლოეს მომავალში მოითხოვს აგრეთვე რეფორმაციას, უმთავრეს შემთხვევაში სისტემის რეფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. და შემდეგი პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დასაქმების პრობლემას, ეს არის კორუფცია. კორუფციის სათავე ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე მიგვაჩნია თავად სახელმწიფო სისტემაში და ყველანაირი ეგრეთ წოდებული ბრძოლა მის წინააღმდეგ, ქარის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას მსგავსება. თუ არ შეიძლება სისტემა და ბოლომდე არ განხორციელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციას. მაგრამ უმთავრესი მომენტი ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს სახელმწიფოსა და ახალგაზრდობას შორის ის თუ დავაფიქსიროთ ის თუ რა გვინდა სახელმწიფოსგან და რა უნდა სახელმწიფოს ახალგაზრდობისგან. არის სწორედ ის, რომ სახელმწიფოს ეს ახალგაზრდობისგან ზოგადი ფრაზები, ლამაზი ფრაზები და რიტორიკა აღარ სჭირდება. მას ახალგაზრდობისგან პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პატრიოტიზმი სჭირდება. და ახალგაზრდობას არ სჭირდება სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მზრუნველისა და მამამრავლელის პოზიცია. ახალგაზრდობას თავისუფლება, სამართლიანობის დაცვა და თანაბარი განვითარების გარანტიები სჭირდება სახელმწიფოსგან. რა მიგვაჩნია უახლოეს მომავალში გადასასვლელს აკეთებდა. საწყობო და ბოლომდე გააზრებული რეფორმები, განათლების, ჯანდაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის, სახელმწიფო ფონდების მართვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და სხვა სოციალური სფეროების მართვის სისტემაში. ხშირად ისმის, რომ ჩვენ არ ვართ მზად რაიმე კონკრეტული სფეროს რეფორმისათვის. ერთ დროს არც სასამართლო სისტემის, არც სამართლებრივი ბაზის, მიწის რეფორმის, მსხვილი და ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ობიექტების საკუთრების ფორმის რეფორმირებისათვის ვიყავთ მზად. მაგრამ ეს რეფორმები განხორციელდა და მოსწონს თუ არა ვინ ის, თავისი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები უკვე მოიტანა. ჩვენი დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის ნაწილი ბატონ მუდაბუმბაძის სიტყვებს მოუშვებია. სიტყვა, საქმე და დრო, აი ეს არის სამი დაებრივი არსი, რომელთაც უნდა იცხოვროს საზოგადოება. განსაკუთრებით საზოგადოება, რომელიც ახალ სახელმწიფოს აშენებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მოვასწროთ ის, რის გაკეთება შესაძლებელია დღეს. 1000 წლების მიჯნაზე საქართველოს და ქართულ ხალხს გაუწია შანსი შექმნას ახალი სახელმწიფო. დღეს ახალგაზრდობა და მთელი საზოგადოება დგას არჩევანის და ალტერნატივის წინაშე. ვიქცეთ ნორმალური განვითარების, ცივილიზებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფო, სადაც საზოგადოების სახელმწიფო ძირითადი პრინციპები იქნება ადამიანის თავისუფლება, პიროვნების პატივისცემა, ძლიერი და მდგრადი ეკონომიკა. ან ვიქცეთ ნახევარწლოვანი დაშლით დაფუძნებულ და ამაყენ ათხოვების ქვეყანა, სადაც იოლად წარმოუშვებიან და არც თუ ისე იოლად ხდებიან პატარა სახესები და ზოგჯერ ამ სახესებს ლომებსაც უწოდებენ ხოლმე. ბოლოს მე მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იქ ნახსენები იყო 40 წელი, რომელიც პრეზიდენტის იმედით არ დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. მე რატომაც მგონია, რომ ეს სიტყვები პრეზიდენტმა ევროპელების ნაცვლად თავის საკუთარ ხალხს უთხრა. და მე მჯერა და იმით გამოთქვა, რომ ჩვენ მართლა არ დავჭირდება 40 წელი. რადგან საქართველოს სურს და ძალუძს დაამკვიდროს ახალი მენტალიტეტი, აზროვნება, მართვის სტილი და პროფესიონალიზმი საკუთარ ქვეყანაში. ამ ყველაფერს კი ახალი ადამიანები სჭირდება. სწორედ ესენ და SMAC-ი არიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც გამოიჩინეს ეგრეთ წოდებული ტვინების, საქართველოს და გადინებული ტვინების უკან დაბრუნების ინიციატივა. პატივი მაქვს წარმოვიდგინოთ ჩემი მეგობარი ამ ინიციატივის ერთ-ერთი მონაწილე და გაგაცნოთ ბატონი პეტრე ცისკარიშვილი.